ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ საქმეებს არანაირი კავშირი სამართალთან არ აქვთ, პოლიტიკური მოტივით ხდება ახლა პოლიტიკოსებისთვის ბრალის წარდგენა იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ ივაჭროს შემდეგ დაკავებული პოლიტიკური ლიდერების საქმეებით. Tak შეუძლებელია რომ სამართლებრივ მხარეზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ არც ერთი ოდნავ თავმოყვარი იურისტიც კი არ წაიკითხავდა იმ ტექსტს, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ ბრიფინგზე. ცხადია რომ აქ სამართალი არაფერ შუაში არ არის. ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობას და ამის შემადგენელი ნაწილი არის სწორედ დღეს ჩატარებული ბრიფინგი და ბრალდებები, რომელიც უნდა წარადგინოთ პოლიტიკოსებს, ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას. ერთი წლისიანდელი განცხადებები თუნდაც ან ქმედებები. ახლა რატომ გაახსენდა ქართულ ოცნებას? აი ამდენი ხანი. იმიტომ რომ მიღებულია ეს გადაწყვეტილება სრულიად ოპოზიციური სპექტრის გაქრობის, ამაში გამოიყენება სისხლის სამართლებრივი დევნის უკანონო გამოყენება როგორც ინსტრუმენტის და გამოდის რომ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, რომელიც საჯაროდ გმობს დღეს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ რბილად რომ თქვა დემოკრატიული პროცესების უკუსლას, ხელისუფლების მხრიდან თვითნებობას, გამოდის ვინც ამაზე საჯაროდ განაცხადებს, ვინც მიიღებს ასე ვთქვათ მონაწილეობას საჯარო პროტესტებში, ყველა მათგანი ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად და ფაქტობრივად საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი შეიძლება ამ ლოგიკით აღნიშნული ბრალდების ქვეშ მოექცეს. ზურაბ ჯაფარიძე არის პოლიტიკური პატიმარი, ეს არის გაგრძელება პოლიტიკური მოტივებით სისხლის სამართლებრივი დევნის. შესაბამისად, იქამდე სანამ რა თქმა უნდა ჩვენ მასალებს არ გავეცნობით, დეტალურ ანალიზს ვერ შემოგთავაზებთ, თუმცა განცხადებიდან გამომდინარე და ბრალის ფორმულებიდან გამომდინარე დამერწმუნებით, რომ ეს ამ ასე ვთქვათ განცხადებას სისხლის სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამიტომ დეტალებზე უფრო მოგვიანებით შეგვიძლია საუბარი, ვინაიდან ჩვენ სავარაუდოდ მრავალტომიან საქმეს უნდა გავეცნოთ, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობდა 1 წლის განმავლობაში. ცოტა გამიჭირდება ალბათ მაგას საუბარი სიმყარეზე და არგუმენტირებულობაზე, რამდენადაც მთლიანად პოლიტიკურია ეს საკითხი. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, სუბიექტური აზრია ჩემი და დანარჩენს ალბათ თვითონ ბრალდებულები. რუსთავის მეხუთე დაწესებულებაში იყვნენ შესული